EUTOS თავმჯდომარე და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი ქართული ოცნების პრემიერს ირაკლი კობახიძეს ფინეთში იწვევს და თავისუფალ მედიასთან შეხვედრასა და ნებისმიერ დემონსტრაციაზე დაკვირვებას თავაზობს. ელინა ვალტონენი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 14 და 15 სექტემბერს იმყოფებოდა. ვიზიტის პირველ დღეს ფინელი დიპლომატი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. მოგვიანებით ვალტონენი რუსთაველის გამზირზე მივიდა, საიდანაც დემონსტრანტების მხარდამჭერი ვიდეო გაავრცელა. EUTOS თავმჯდომარის ამქმედებას ქართული ოცნების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. 15 ოქტომბერს ოცნების მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომ კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო კობახიძემ ელინა ვალტონენთან შეხვედრა გააუქმა. თუმცა ამავე დღეს ფინურმა გამოცემა ჰელსინკის სენომატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ელინა ვალტონენმა კობახიძესთან შეხვედრა თავად გააუქმა. პირველ არხთან ინტერვიუში ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კანონსაწინააღმდეგო შეკრებას 51 აკაც უკად შეუერთდა. პრემიერ-მინისტრო კობახიძე საქართველოს მომავალი მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. იგივე ეხება EUTOS მონაწილე ყველა სახელმწიფოს. იმისთვის, რომ ხალხმა თავისი უფლება განახორციელოს, გამოხატვის თავისუფლება და თავისუფალი სამართლიანი არჩევნები სჭირდებათ პოლიტიკური ალტერნატივებით, რომელთა შორისაც ისინი არჩევანს გააკეთებენ. ჰელსინკის დასკვნითი აქტი მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ და წაახალისონ სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და სხვა უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტიანი განხორციელება თითოეული ადამიანისთვის. მონაწილე სახელმწიფოები ადასტურებენ, რომ ეს უფლებები და თავისუფლებები ადამიანის პიროვნების თანდაყოლილი ღირსებიდან გამომდინარეობს და აუცილებელია თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოებების განვითარებისთვის. ამ სულისკვეთებით, როგორც EUTOS თავმჯდომარე აღნიშნული დოკუმენტის გაფორმებიდან 50 წლის თავზე გიწვევთ ფინეთში, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და დააკვირდეთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დემონსტრაციას. ბოდიში დატვირთული გრაფიკის გამო თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება მომიწია. დღესვე ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც სამინისტრო ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის, როგორც EUTOS მოქმედი თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და EUTOS სამდივნოს და მონაწილე ქვეყნებს საპროტესტო ნოტით მიმართავს. ოცნების საგარეო უწყების განცხადებით ელინა ვალტონენი ანტისამთავრობო აქტივისტი და მცირე ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ქუჩის აქციას შეუერთდა, რომლებმაც 14 ოქტომბერს თავისუფლად, თუმცა არალეგალურად გადაკეტეს თბილისის მთავარი გამზირი. მათივე თქმით, მინისტრ ვალტონენის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადება შეგნებული მცდელობაა, რომ საერთაშორისო საზოგადოება საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ შეცდომაში შეიყვანოს. EUTOS მოქმედი თავმჯდომარის განხორციელებული პროგრამის ფარგლებს მიღმა, რომელიც მოიცავდა შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან, საოკუპაციო ხაზზე ვიზიტს და შეხვედრას სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე წარმომადგენელთან, მინისტრი ელინა ვალტონენი შეუერთდა ანტისამთავრობო აქტივისტ და მცირე ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ქუჩის აქციას, რომლებაც 14 ოქტომბერს თავისუფლად, თუმცა არალეგალურად გადაკეტეს თბილისის მთავარი გამზირი. მინისტრი ვალტონენის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადება, რომელიც არ ასახავს რეალობას, წარმოადგენს შეგნებულ მცდელობას, შეცდომაში შეიყვანოს საერთაშორისო საზოგადოება საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ. ეს ქმედებები ეწინააღმდეგება EUTOS ფარგლებში თანამშრომლობის სულისკვეთებას და შეიძლება ჩაითვალოს თავმჯდომარის მანდატის ბოროტად გამოყენებად, რაც აზიანებს ნდობასა და მოსალოდნელ ნეიტრალიტეტს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ რუსთაველის გამზირზე მისვლის გამო ელინა ვალტონენი გზის გადაკეტვის საბაბით ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5,000 ლარით დააჯარიმა.